დონა-პაზი არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სამგზავრო ბორანის კატასტროფა მშვიდობიან პერიოდში, რომელმაც საათზე ნაკლებ დროში თითქმის 4500 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს ავარია ყურადღებას ამახვილებს ინდუსტრიაზე, რომელმაც კიდევ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ ეს აისბერგის წვერია თუ უბრალოდ ცუდი ბედი. ვალერიანა დუმა, 14 წლისაა მისი დამსაქმებელი. მას ვალერის ეძახის. ვალერი მუშაობს ოჯახში ტაკლობანში, ფილიპინებში, როგორც მოახლე. მის მამას ეს არ მოსწონს, მაგრამ ოჯახს დამატებითი პული სჭირდება. ამ სამსახურის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ როცა ოჯახი მანილაში მიდის, ვალერისაც თან მიყავთ. 1987 წლის 20 დეკემბერს, სულ 5 დღით ადრე, შობას ვალერი თავის დამსაქმებლებთან ერთად დოგზია და დონა-პაზის ბორანზე ადის. ვალერის მანილაში წასვლა უყვარს, მაგრამ ბორანით მგზავრობა არ მოსწონს. იქ ყოველთვის ხალხმრავლობაა და ეხლა შობის წინა დღეებში ბორანი ჩვეულებრივზე უფრო გადატვირთულია. ვალერის დამსაქმებლებმა ბილეთები წინასწარ დაჯავშნეს, მაგრამ ვალერის წაყვანა ბოლო წუთამდე არ უფიქრიათ და ამიტომ მისთვის ბილეთი არ აქვთ. როცა კარტამ მიდიან, იგებენ, რომ ყველა ადგილი გაყიდულია. მაგრამ ბილეთების აგენტი მცირე ქრთამს ირებს და ვალერის მის დამსაქმებელთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდში. როდესაც ისინი ასობით ადამიანს გვერდს უვლიან, რომლებიც დერეფნებში სხედან და წვანან, ვალერი ხვდება, რომ დასაჯდომი ადგილი მხოლოდ გემის ზედა სართულზე, უკანა მხარესაა დარჩენილი. ვალერის დამსაქმებლები ნერვიულობენ, მაგრამ ეს მათ უკვე უნახავთ. ისინი ვალერის ეუბნებიან, რომ გემის შობას იმდენად ივსება, რომ ბორტზე მყოფთათვის საკმარისი სამაშველო ჟილეტები არ არის და ამიტომ მისთვის ერთი თავად იყიდეს. მის მუცელში შიშის პატარა ტალღა გაირბენს. მას არ მოსწონს ის აზრი, რომ შეიძლება სამაშველო ჟილეტი დასჭირდეს. დონა-პაზი იყო საბორნე, რომელიც იაპონიაში 1963 წელს აშენდა. როდესაც ის წყალში ჩაუშვეს, მისი მგზავრთა ტევადობა 608 ადამიანს შეადგენდა, პლუს დაახლოებით 50 კაციანი ეკიპაჟი. 1975 წელს ის ფილიპინებში გადაიყვანეს, როდესაც მისმა ახალმა მფლობელმა, სუპიციო ლაინსმა, იგი მანილასა და სებუს შორის 1518-მდე მგზავრის გადასაყვანად გამოიყენა. 1969 წელს გადაადგილებისას მას ცეცხლი გაუჩნდა. საბედნიეროდ ყველა 1064 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გადარჩა, რადგან გემი მეჩეჩზე გაიყვანეს და ეს გაქცევის საშუალებას იძლეოდა. გემი მთლიანად დაიწვა და სრულად ჩამოწერეს როგორც დაკარგული. სუპიციო ლაინსმა დაზვოაზე მოთხოვნა წარადგინა. შემდეგ კი ნანგრევი სადაზვოო კომპანიებისგან გამოისყიდა და გემი აღადგინა. ამასთან ერთად ორ ორიგინალურ გემბანზე კიდევ 2 გემბანი დაამატეს. მაგრამ მათ გემის სტაბილურობის სერტიფიკატი არ განაახლეს, რომელიც აფასებს, რამდენად სტაბილურია გემი წყალში ყოფნისას. უფრო მნიშვნელოვანი კი მგზავრების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა. როგორც სუპიციო ლაინსის ფლაგმანი, ის გადახავთ ტაკლაბანისა და მანილის შორის მარშრუტზე, კატბალაგანში გაჩერებით, რომელსაც კვირაში 2-ჯერ ასრულებს. დონა-პაზი ტაკლაბანიდან დილის 06:30-ზე გადის, ჩერდება კატბალაგანში და შემდეგ აგრძელებს მანილაში, სადაც მომდევნო დილის 4 საათზე ჩადის. ვალერი ჩუმად ზის გემბანის უკანა ნაწილში. მის გვერდით მდგომი კაცი გემის ბორტიდან შარდავს. ძალიან ბევრი ხალხია, რომ ტუალეტამდე გზა გაიკვალოს. დონა-პაზის კაპიტანი, ეუსებიო ნაზარენო და მისი ეკიპაჟი ყველაფერს აკეთებენ, რომ მგზავრებს მოემსახურონ, ან შესაძლოა კიდევ უფრო მეტ მგზავრს მიიღონ. საბედნიეროდ ამინდი მშვიდი და ნათელია. ზღვა ოდნავ მოღელოებულია, მაგრამ ვალერი ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, სანამ თბილი და მშრალი. დონა-პაზის მსგავსი ბორანისთვის ეს პირობები თითქმის იდეალურია. ამიტომ მგზავრები და ეკიპაჟი მგზავრობისთვის მოეწყობიან. დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე დონა-პაზი ტაბლას სრუტეში იმყოფება. როგორც ჩანს, არსაიდან ნავთობის ტანკერი თითქმის მკრისიერად ჩნდება დონა-პაზის წინ. დონა-პაზი ტანკერს ეჯახება და შეჯახებას დაგრეხილი ლითონის ფონზე აფეთქება მოჰყვება. ტანკერის პეტროქიმიური ტვირთი ცეცხლში ეხვევა და ბორანზე იურება. 51 მეტრის სიგრძის ნავთობის ტანკერი ვექტორი ბატაანიდან მაზბატესკენ მიემგზავრება. პორტზე აქვს 1,000,000 ლიტრზე მეტი ბენზინი და ნავთობპროდუქტები. ის კალტექს ჩარტერი თავს აყვანელი, რომელიც შევრონისა და თექსაკოს ერთობლივი საწარმოა. ვექტორზე 13 კაციანი ეკიპაჟია, თუმცა გემის კაპიტანი და მისი უფროსი თანაშემწე თავიანთ პოზიციებზე კვალიფიციურები არ არიან. ბორანზე მყოფი მგზავრები და ეკიპაჟი შეშინებულები იღვიძებენ, როცა პანიკა და ალი 2 გემს მოიცავს. ტანკერის ტვირთიდან ამოსული ალი ზღვაში იღვრება და ცეცხლოვანი ქვაბული წარმოიქმნება, რომელიც 100 მეტრზე ვრცელდება. ცეცხლის თავიდან ასაცილებლად, მგზავრები გემიდან ცეცხლმოკიდებულ ზღვაში ხდებიან. მათ უნდა გაიკვალონ გზა ცეცხლის, დამწვარი სხეულების
შავი კვამლისა და ზვიგენებით სავსე წყლებში. გემზე მგზავრები სამაშველო ჟილეტებს ეძებენ, მაგრამ ისინი ჩაკეტილია და თითქმის 4500 ადამიანისთვის, რაც გადატვირთულ ბორანზეა, საკმარისი ნამდვილად არ არის. ტემპერატურა მატულობს. ნავთობის ტანკერიდან ბენზინი კვლავ იღვრება ოკეანეში და აძლიერებს ცეცხლს ორი გემის გარშემო. ვალერი ზედაპირული ძილიდან შეშინებული იღვიძებს. მის გვერდით მამაკაცი თავის ქალიშვილთან ერთადა. ის ხვილის, რომ ხალხმა ბორანიდან ჩამოვიდეს. ის მამაკაცი სალვადორ ბასკალია, მეთევზე, რომელსაც ნავებზე ცეცხლი ადრეაც უნახავს და იცის, როგორ სწრაფად შეიძლება გავრცელდეს იქ. ეხლა ვალერი რაღაც სხვას გრძნობს. მას უხარია, რომ სამაშველო ჟილეტი აცვია და შიშობს, რომ მალე მისი გამოყენება მოუწევს. მაგრამ ის არ აპირებს ლოდინს რომ ნახოს, მიაღწევს თუ არა ცეცხლი ხომალდის უკანა ნაწილამდე. ის ხედავს ცეცხლს წყლის ზედაპირზე და წრეს სწრაფად ფართოვდება. ამიტომ ის სალვადორთან და მის ქალიშვილთან ერთად გადახტა გემიდან. გამლელი გემი ხედავს აფეთქებას და ცეცხლისკენ მიეშურება. ემეს დონ კლაუდიოს 1 საათი სჭირდება, რომ უსაფრთხოდ მაქსიმალურად ახლოს მივიდეს. შემდეგ კი გადარჩენილებისთვის გემის ბორდიდან ბადეს აგდებს, რათა მათ აძურნენ. სინამდვილეში ის ცეცხლმოკიდებულ გემებს მხოლოდ 2 მილის მანძილზე მივახოთ. უფრო ახლოს მისვლა ნიშნავს, რომ გემი ცეცხლმოკიდებულ წყალში შევა, რასაც ნებისმიერი გონიერი კაპიტანი აირიდებდა, რათა თავისი გემი და ეკიპაჟი უსაფრთხოდ შეენარჩუნებინა. საბედნიეროდ ის დონა პაზის უკანა მხარეს მიუახლოვდა. ვალერი, სალვადორი და მისი ქალიშვილი მხოლოდ 26 გადარჩენილთაგან 3 არიან. მათ საათზე მეტი დრო მოუწიათ ცურვაში, რათა წყლის ზედაპირზე ნავთობის ცვის შედეგად წარმოქმნილი სულ უფრო მზარდი ცეცხლის გოლის მიღმა დარჩენილიყვნენ. სინამდვილეში გადარჩენილთა უმეტესობა ისინი იყვნენ, ვინც დონაპაზის უკანა ნაწილიდან გადახტა და საკმარისად გაუმართლა, რომ ცურვით ემსლათ ემეს დონ კლაუდიოს მიმართულებით. 4000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ცეცხლში და ჩაძირულ გემებში. დონაპაზი ჩაიძირა 1500 ფუტის სიღრმის წყალში ნავთობის ტანკერ ვექტორთან შეჯახებიდან 2 საათის შემდეგ. ვექტორი 2 საათის შემდეგ ჩაიძირა. ერთ-ერთი გადარჩენილი იხსენებს, როგორც ცდილობდა თავისი ქალიშვილის გადარჩენას, მაგრამ მის ხელზე კანი აძურა და ის ისევ ზღვაში ჩაიძირა. გემზე, რომელიც რეგისტრირებულია 1518 ადამიანის გადასაყვანად, დონაპაზზე იმყოფებოდა 4374 ადამიანი ეკიპაჟის ჩათვლით. ვალერი ერთადერთი არ იყო, ვინც ბორანზე ოფიციალური ბილეთის გარეშე ავიდა. ბორანი თითქმის 3000 ადამიანით იყო გადატვირთული, მის დასაშვებ ლიმიტზე მეტი. ფილიპინების სანაპირო დაცვის სამსახურს შეტყობინების მისაღებად თითქმის 8 საათი დასჭირდა. შემდეგ კიდევ 6 საათი დასჭირდათ, რომ უახლოეს სანაპირო დაცვის სადგურთან დაკავშირებულიყვნენ. დონაპაზი და ვექტორი უკვე დიდი ხანია ჩაძირულები არიან. შემდეგ კვირებსა და თვეებში ყველას ერთი კითხვა აქვს. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ორი ხომალდი ზღვაში 7 და ნათელ ღამეს ერთმანეთს ეჯახება და თითქმის 4500 ადამიანი იღუპება. გამოძიება დარღვევათა მთელ რიგს ამჟღავნებს. ვექტორზე 13 კაციანი ეკიპაჟიდან და დონაპაზზე 56 კაციანი ეკიპაჟიდან მხოლოდ ერთი მეზღვაური იყო მორიგე და ისიც კვალიფიკაციის არ მქონე სტაჟიორი. დონაპაზის ეკიპაჟი სვამდა და ნამდვილად არ იმყოფებოდა თავის პოსტებზე. კაპიტანი ფილმს უყურებდა. საზღვაო კანონი ყოველთვის მორიგეობის უზრუნველყოფას მოითხოვს. რომ ეკიპაჟი თავის პოსტებზე მორიგეობდა, ისინი მოასწრებდნენ მომავალი გემის დანახვას და კურსის შეცვლას. ბოლოს პასუხისმგებლობა სატანკერ გემს დაეკისრა, რომელიც არასაკმარისი ეკიპაჟით იყო დაკომპლექტებული. ეკიპაჟის წევრები კვალიფიციურები არ იყვნენ და სატანკერი ინსპექციის სერტიფიკატის გარეშე მუშაობდა. შესაძლოა პასუხისმგებლობა უფრო მდიდარ ნავთობის კომპანიას დაეკისრა, რომელსაც მეტი ფინანსური რესურსი ჰქონდა. მაგრამ ბორანი უდანაშაულო არ იყო. ის იმდენად გადატვირთული იყო, რომ მგზავრები დერეფანში იძინებდნენ და გემი ზედმეტი სინძიმის გამო ერთ მხარეს იხრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთვა ჩაძირვის მიზეზი არ ყოფილა, უფრო მეტი სიცოცხლე დაიკარგა ინსპექტირების პროცესის ყველა დონეზე არსებული კორუფციული პრაქტიკების გამო, რამაც ბორანს ამდენი მგზავრით გაცურვის უფლება მისცა. ყველა სამაშველო ჟილეტი ჩაკეტილი იყო და გემს არ ჰქონდა რადიო, რომ დაკავშირებოდა სხვა გემებს, რომლებიც შესაძლოა შეჯახების კურსზე იყვნენ. ამ ფაქტორებმა ავარიის სინძიმეს შეუწყო ხელი. მაგრამ ერთადერთი რამ, რაც მთლიანად აიცილებდა ავარიას, იყო სათანადო მორიგეობის სისტემა ერთ ან ორივე გემზე. ტანკერი არ საიდან არ გამოჩენილა. უბრალოდ მორიგეობაზე არავინ იყო, რომ დაენახა მისი მოახლოება. ჩემთვის გამოძიებაში ერთი მთავარი გამოტოვება და ეს იმითაა გამოწვეული, რომ ორი გემი მოქმედებდა კანონის ზედამხედველობის გარეშე. თუ ერთი გემი ცუდადაა დაკომპლექტებული და ლიცენზიის გარეშეა, შეიძლება კაპიტანს დააბრალოს. მაგრამ როცა ორი გემი ერთსა და იმავე წყლებში ერთსა და იმავე პრობლემას აწყდება, უნდა დააკვირდე იმ გარემოს, სადაც ისინი მოქმედებენ.
დონა პაზი იღებს ინსპექციის სერტიფიკატს და მგზავრების გადაყვანის ლიცენზიას. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს განახლებული სტაბილურობის სერტიფიკატი, მას შემდეგ რაც 2 დამატებითი გემბანი დაამატეს. სანაპირო დაცვა, რომელიც პასუხისმგებელია გემების ინსპექტირებაზე, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი არ არიან გადატვირთული, იღებს ქთამს, რომ თვალი დახუჭოს, განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდში. დიდი ნავთობკომპანიები, როგორიცაა Chevron და Texaco, ქირაობენ გემებს, რომლებსაც არ აქვთ სათანადო ლიცენზია და არ ყავთ კვალიფიციური ეკიპაჟი. ინსპექტირების პროცესის ყველა ეტაპზე ხელისუფლება არა მხოლოდ არ ასრულებს თავის მოვალეობას, არამედ რეალურად იღებს ქთამს, რომ თვალი დახუჭოს იმაზე, თუ როგორ აპენებენ კომპანიები მოგების სახელით თავიანთ მგზავრებსა და ტვირთს საფრთხის ქვეშ. ამ კულტურამ შექმნა გარემო, რომელმაც 2 გემს მისცა საშუალება უმეთვალყურეოდ ემუშაოთ. რაც სავარაუდოდ 1 ან 2 ზედმეტი მგზავრის გადაჯარბებული დაჯავშნის პრაქტიკით დაიწყო, საბოლოოდ გადაიზარდა დონა პაზის თითქმის 3-ჯერ გადატვირთვაში მისი რეგისტრირებული ტევადობის მიმართ. ამ კულტურამ თვალი დახუჭა იმაზე, რომ ეკიპაჟის წევრები მორიგეობისას ლუდს სვამდნენ და თავიანთ პოსტებზე არ იმყოფებოდნენ. ამავე კორუფციულმა კულტურამ მისცა საშუალება ტანკერ ვექტორს არაკვალიფიციური ეკიპაჟით გაეცურა, რომლებიც ასევე თავიანთ პოსტებზე არ იმყოფებოდნენ. 2015 წელს Supitio Lines-მა მგზავრების გადაყვანის ლიცენზია დაკარგა. მანამდე კი კიდევ 3 მათი გემი ჩაიძირა და თითქმის 1500 ადამიანი დაიღუპა. დონა პაზის ავარიამდე 15 წლის განმავლობაში ფილიპინების წყლებში 80 შეჯახება, 167 ჩაძირვა, 53 ხანძარი და სულ 4000 ადამიანის დაღუპვა მოხდა გემებზე. დონა პაზის ჩათვლით ეს 53 წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი ადამიანია. ეს დაახლოებით 232 გარდაცვლილს ნიშნავს წელიწადში. მაგრამ ფილიპინებს 7000-ზე მეტი კუნძული აქვს და ტრანსპორტირებისთვის საბორანოებზეა დამოკიდებული. იმის გამო, რომ ზღვის გზებზე მოძრაობენ და არა სახმელეთო გზებზე, ბუნებრივია უნდა ველოდოთ, რომ ზღვის ავარიებიც იქნება. ვიეტნამს დაახლოებით იგივე რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს, მაგრამ მისი გეოგრაფია ფილიპინების მსგავსად კუნძულებით არ არის დომინირებული. 2016 წელს ვიეტნამის გზებზე დაღუპულთა რაოდენობა მხოლოდ 1 წელიწადში 24,000 გადააჯარბა. შედარებისთვის გზები ბევრად უფრო მომოკვდინებელია. დონა პაზის ავარიის გამოძიების დროს სანაპირო დაცვის უფროსმა წევრებმა აღიარეს, რომ ზოგჯერ ოფიციალური პირები ქთამს იღებენ, რათა თვალი დახუჭოს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ პერსონალის ნაკლებობა აქვთ და არ აქვთ რესურსი, რათა ყველა გემი შეამოწმოთ. ვალერი არასდროს მიუღია $500 კომპენსაცია, რომელიც მსხვერპლთა ოჯახებს შესთავაზეს, რადგან ის მგზავრთა სიაში არ იყო რეგისტრირებული. მას სახლში დასაბრუნებლად საკმარისი ფული არ ჰქონდა და მამასთან ხელახლა შესახვედრად 25 წელი დასჭირდა. Supitio Lines-ი ახლა მგზავრების ნაცვლად თვიტს გადაზიდავს. 2016 წლიდან საზღვაო ავარიებში 113 ადამიანი დაიღუპა, რაც ფილიპინებში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად ითვლება. გმადლობთ ყურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და გსურთ უყუროთ მეტი ვიდეო ამ არხიდან რეკლამების გარეშე, იფიქრეთ ჩვენს Patreon-ზე გაწევრიანებაზე. ბმული აღწერაშია. შეგიძლიათ უფასოდ გაწევრიანდეთ ან აერჩიოთ წევრობის პაკეტი, რომელიც მოიცავს რეკლამების გარეშე ვიდეოებს, ადრეულ წვდომას და პირდაპირ ეთერის კითხვებსა და პასუხებს. მოუთმელად ველოდებით თქვენთან შეხვედრას იქ.